მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მოვამზადოთ მარწყვის ტორტი შოკოლადით. ეს ტორტი გამოდის ნოტიო და ძალიან გემრიელი. საუკეთესოთაა შერწყმული გემოები. შოკოლადი და მარწყვი ძალიან უხდება ერთმანეთს, ეს ჟანრის კლასიკაა. ისეთ ბისკვიტს მოვამზადებთ, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არასდროს არ ჩაგივარდებათ. როგორც ყოველთვის, ყველა ინგრედიენტი მოვამზადოთ და მოვიტანოთ მაგიდაზე. პირველ რიგში 280 გრამ ფქვილს დავამატოთ 40 გრამი კაკაო. კარგად შევურიოთ ერთმანეთს და დროებით გვერდზე გადავდგათ. დაგჭირდება 125 გრამი კარაქი, რომელიც უნდა გავადმოთ. ძალიან არ გააცხელოთ, ცოტა შეათბეთ, რომ დარბილდეს და გადნეს. ესეც დროებით გვერდზე გადავდგათ. ცალკე თასში მოვათავსოთ 4 კვერცხი, დავამატოთ მწიგვი მარილი, ვანილი. ცოტა გავთქვიფოთ, რომ კვერცხის გულები დაიშალოს და მაშინვე დავაყაროთ 280 გრამი შაქარი. შაქარი და კვერცხი კარგად უნდა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. მასა უნდა გაფუვდეს, გასამმაგდეს და აი ასე უნდა გათეთრდეს. დავამატოთ 125 გრამი გამდნარი კარაქი, რომელიც წინასწარ გავადნეთ. უკვე ვთქვეფავთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, უბრალოდ უნდა შევურიოთ ერთმანეთს. 180 გრამ მაწონს ვამატებ 1 ჩაისკოვს სოდას. გავთქვიფოთ, გააქტიურდება სოდა და ისე დავამატოთ კვერცხის მასას. დავიწყოთ ფქვილის და კაკაოს დამატება. ფქვილი აუცილებლად დააცერით, რომ ჰაეროვანი გახდეს და თანაბრად შევურიოთ. ერთ ჯერზე დავაცარი მთელი ფქვილი, ჯერ კოვზით მოვურიე, რომ მიქსერმა არ გამიფანტოს. ბოლოს მიქსერის დაბალ სიჩქარეზე გავთქვიფე, უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი დასასხმელი ცომი, აი ასეთი. ეს ცომი უნდა გავყოთ 2 ნაწილად. შეგიძლიათ 2 თანაბარ თასში გადაიტანოთ აწონვის გარეშეც. მე ავწონი და ისე გავყოფ შუაზე. ერთ წილცომს დავასხამ საცხობი ღუმელის სტანდარტულ სინზე. ჩემი სინი არის 38-32 სანტიმეტრზე. ცომი გავშალოთ, გადავათანაბროთ. ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრადუსზე 20 წუთით მზაობამდე ზევიდან უნდა გაშრეს და გამოწვეს. გადმოვიღოთ სინიდან, სინზე კი დავასხათ მეორე ნაწილი ცომისა. ესაც ცხობა ანალოგიურად გამოვაცხოთ ორივე ფირფიტა, გამოდის აი ასეთი თხელი ფირფიტები. ცოტა რომ შეგრილდება, ქაღალდი გადავაძროთ და დავდოთ სეტკაზე სრულ გაციებამდე. სრული გაციების მერე შეგვიძლია ერთმანეთზე დავალაგოთ, თუ მეორე დღეს უნდა გავაფორმოთ, შუაში დავუტანოთ ქაღალდი. მე დღესვე გავაფორმებ. მოვამზადებ რძის მოხარშულ კრემს. კრემს მოვამზადებ 800 მლ რძით, რადგან წავუსმევ მხოლოდ 2 ფენას. 300 გრამი შაქარი და 7 სუფრის კოვზი შევურიოთ ერთმანეთში. 7 სუფრის კოვზი ეს 110 გრამი ფქვილი უნდა გამოგივიდეთ, ხოლო შაქარი 300 გრამი დავამატე მე, რადგან მარწყვი ექნება ბევრი, რომელსაც სიტკბო არა აქვს. ფქვილი და შაქარი კარგად შევურიოთ ერთმანეთს, ცხელ რძეში კოლწები რომ არ გაიკეთოს. 800 მლ რძე შემოვდგათ ასადუღებლად. როგორც კი რძე ადუღდება, ერთნაირად ჩავყარებ ფქვილი და შაქარი. ამ მომენტში ინტენსიურად მუდმივად უნდა ვურიოთ. ვურიოთ სწრაფად, რომ კრემი გაერთიანდეს. კრემი უნდა გახდეს ერთგვაროვანი, როგორც კი ადუღდება, ვხარშავთ 7-8 წუთი. 7 წუთის მერე ვაყრებ ვანილს. თავიდანვე ვანილი არ დავამატე, რადგან კრემის მზაობას ფქვილის მოხარშვაზეც ვიგებ. ვანილი კარგად შევურიოთ და გადმოვდგათ. გადმოვიტანე სხვა თასში, რომ მალე გაცივდეს, დავაფარე ცელოფანი კონტაქტზე და დავტოვებ სრულ გაციებამდე. აქვე მაქვს კარაქიც, რომ შერევისას თანაბარი ტემპერატურა ჰქონდეთ. მოვამზადოთ დასანამი. დასანამი შეიძლება იყოს ტკბილი რძეც, თუმცა მე შოკოლადით მოვამზადებ. 50 გრამ შოკოლადს დავამატე 2 სუფრის კოვზი შაქარი,
დავასხი 250 მილილიტრი ცხელი რძე. მოვურიოთ და ჩავადნოთ შოკოლადი. ასეთ მზა შოკოლადებს უკვე აქვს საუკეთესო არომატი, ამიტომ დამატებით არაფერს ვამატებ. გადავდგათ გვერდზე, რომ გაცივდეს. ამ ორი კარგად გაციებული ბისკვიტიდან უნდა მივიღოთ 3 ფენა. ამიტომ ორივე ბისკვიტს ჩამოვაჭრით ცალმხარეს 1/3. გვერდებსაც ოდნავ ჩამოვუსწორებ და ნაფხვენებად გამოვიყენებ. ამ ჩამოჭრილ ნახევარ ფენებს შევაერთებ, მოვათავსებ შუაში და ასე მივიღებ 3 ფენას. ბოლოსთვის ვამზადებთ მარწყვს. გამდინარ წყალში გავრეცხე 1 კილო მარწყვი. მარწვს რო გავრეცხავთ, კრემი უკვე გაციებული უნდა გქონდეს და დავიწყოთ მომზადება. 250 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი მოვათავსოთ თასში. დავამატოთ აქვე ვანილი და გავთქვიფოთ კარგად. კარაქმა უნდა მიიღოს კრემის სტრუქტურა, კარგად რო გაითქვიფება, კოვზობით დავამატოთ გაციებული მოხარშული რძის კრემი. ვთქვეფავთ დაბალ სიჩქარეზე და ასე შევურიოთ მთელი მოხარშული კრემი. მივიღებთ ძალიან გემრიელ კრემს, რომელსაც ჩავდებთ საკონდიტრო ტომარაში. უკვე გარეცხილი მარწყვიც დავჭერი და ასე მოვამზადე მარწყვიც და კრემიც. კრემით ჩავდე საკონდიტრო ტომარაში და დავიწყოთ ტორტის აწყობა. დაფას ცოტა კრემი წავუსვი, დავდე პირველი ბისკვიტი ქვედა მხრით ზევით. დავამაგრე მარეგულირებული ფორმა. სახლის პირობებში ეს ფორმა აუცილებელი არ არის, თუმცა გვერდებს და ზედაპირს ხდის თანაბარს. ბისკვიტი დავნამოთ კარგად, გადავანაწილოთ კრემი. განსაკუთრებით ნაპირებში კარგად შევავსოთ კრემით, რომ ცარიელ ადგილები არ დარჩეს. კრემზე მოვათავსოთ მარწყვი. მარწყვის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენზეც. მე ესე ზედაპირზე გავშალე მარწყვი, შევავსე შუა და შუა ისევ კრემით. კრემის ნახევარი უნდა დავადოთ ამ ერთ ფენას და მეორე ნახევარი მეორე ფენას, ეს გაითვალისწინეთ. ნახევარი ფენები ესე შევაერთოთ და ისე დავადოთ, კარგად დავნამოთ და კრემით დავკრემოთ. მარწყვით მოვალაგოთ და დარჩენილი კრემი სულ გამოვიყენოთ. ნაპირები კარგად ამოვავსოთ კრემით. მესამე ფენას ზემოდან ჯერ დავნამოთ და მერე დავადოთ ტორტს ისე, რომ დანამული მხარე მოექცეს ქვემოთ და თვითონ ბისკვიტის ძირი ზემოდან. გადავაკრათ საკვები ცელოფანი და შევინახოთ მაცივარში, რამოდენიმე საათით ან მთელი ღამით. მე გავაფორმებ მეორე დღეს. გაფორმების წინ მოვამზადებთ გასაფორმებელ მარწყვს. მარწყვს გამოვიყენებ მე მწვანე ყუნწებით, ამიტომ უნდა გავრეცხო კარგად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მარწყვის ყუნწები არ არის საკვები, მარწყვის ყუნწებისგან მზადება საუკეთესო ჩაი და ის ისეთივე საკვებია, როგორც პიტნა. აქვე მოკლედ გეტყვით, როგორ გავრეცხოთ მარწყვი კარგად. ჯერ დავასხათ დაფარვამდე წყალი, რომელშიც დამატებული მაქვს 100 მილილიტრი მაგარი არაყი, 2/4. გავაჩეროთ 1 წუთი, დიდი ხანი არ გააჩეროთ, რადგან მარწყვი დარბილდება. შემდეგ გავრეცხოთ სათითაოდ გამდინარ წყალზე. დალავალაგოთ ჯერ საწურავზე, ხოლო შემდეგ მალე რო გაშრეს, სათითაოდ გადმოვალაგოთ სამზარეულოს ქაღალდზე. მაცივრიდან გადმოვდგათ ბისკვიტი, ამოვიღოთ ფორმიდან, გვერდები შემოვუსწოროთ და ასე უკვე ბისკვიტით რომ მზად გვექნება, მოვამზადოთ გლაზური. 4 სუფრის kovs შაქარს დავამატოთ 4 სუფრის kovs-ი კაკაოს ფხვნილი. ვამატებ 4 სუფრის kovs არაჟანს. აი ასეთი სავსე სუფრის kovs-ები აიღეთ. ვამატებ 1 სუფრის kovs ზეთს. მოვურიოთ, არის საკმაოდ სქელი ფენა და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ეს ნელ-ნელა ჩადნება და სუნთლიანად რო გადნება, ადუღება არ არის აუცილებელი, როგორც კი ესეთი თხევადი გახდება, გადმოვდგათ. ვანილი, მაშინათვე მოვასხათ უკვე მზა ტორტს. ეს არის ბლანტი მინანქარი, გადავასწოროთ, გვერდებზე ესენი წვეთებს ვერ იკეთებს, რაც ჩამოვა, გვერდებზე კრემივით წავუსვათ. მარწყვი მოვალაგოთ ზემოდან, გაფორმება არის ინდივიდუალური,
თქვენ როგორც მოგეწონებათ, ისე გააფორმეთ, მე ესე სადად გავაფორმებ, გვერდებზეც მარწყვებს შემოულაგებ. ორად გაჭრილი მარწყვები მაქვს. თავისუფალ ადგილებს ნაფხონებით შევავსებ. საბოლოოდ გამოგვივიდა აი ეს ძალიან ლამაზი მარწყვის ტორტი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც კი მოგწონთ. ჯერ თვალს უნდა მოეწონოს, მერე კი უნდა დავჭრათ და დავაგემოვნოთ. ეს გლაზური მეც განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ კარაქივით იჭრება. გამოვიდა აი ესეთი ძალიან ფაფუკი, ნოტიოც არის და ძალიან არომატულია. აუცილებლად გამოაცხოთ ამ სეზონზე მარწყვი და შოკოლადი, არ გაუშვათ სეზონი. აუცილებლად მოგეწონებათ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.